ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 4 ოქტომბრის მასშტაბურ შეკრებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. ოპოზიციური პარტიის რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა და თელავის საკრებულოს დეპუტატმა გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და დროშები დაარიგეს. ისინი მოსახლეობას 4 ოქტომბერს 16 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. ამ ქვეყანაში ივანიშვილმა ფაქტობრივად გააუქმა არჩევნები, აღარ არსებობს და ამ ყველაფრის გამოსავალი არის პროტესტი ხალხისა, სამართლიანი ხალხისა, პატრიოტი ადამიანებისა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს შეიკრიბებიან ძალიან ბევრი. აქ კახეთში ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 13 წლის წინ, ზუსტად 13 წლის წინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, რა დაპირებებით და როგორი საქციელებით და ერთ-ერთი მთავარი ბარბარე ლაფალიანცის საქმის გახსენება კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა ამ ქვეყანაში სადავეები მოიპოვა არასამართლიანი წესებით და სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა ჩვენ ერთად უნდა შევიკრიბოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსულ პარტიას უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან დამართა ამ ქვეყანას. ემიგრაცია, სიღარიბე, პერსპექტივა, ევროპული მომავლის წართმევა, ეროვნული ღალატი. აი ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რეჟიმს 4 ოქტომბერს უნდა გასცეს საბოლოო პასუხი. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო დღეები აქვს წინ, მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებაში და მე დარწმუნებული ვარ, უამრავი კახელი და უამრავი თელაველი იქნება რუსთაველზე 4 ოქტომბერს.